არის წამები, როდესაც მთლიერი ერთ დიდ მდუმარე გულად იქცევა. 2026 წლის მარტი სწორედ ასეთი იყო. 1,5 მილიონი ადამიანი თბილისის ქუჩებში, თეთრვარდიანი თაობის ზღვა და უკანასკნელ გზაზე გაცილებული მთელი ეპოქა. ადამიანი, რომელმაც ურთულეს წლებში საკუთარი მხრებით ატარა საქართველოს ჯვარი და ერი ფიზიკურ გაქრობას გადაარჩინა. მის ისტორიაში არის ყველაფერი, რაც დიდ კინოსა და კიდევ უფრო დიდ ცხოვრებას ახასიათებს. ფერფლიდან აღდგენილი ტაძრები, კავკასიური ძმადნაფიცობა ინგუშ მუსლიმთან და ერთი უკიდურესად სულისშემძვრელი ეპიზოდი, წამი როცა სამების ტაძარში დრო გაჩერდა და პატრიარქს გულზე ენგურს მიღმა დარჩენილი შვილების გამოგზავნილი მონატრებული სოხუმის მიწა დაადეს. საიდან დაიწყო ეს უდიდესი გზა? როგორ იქცა ურთულეს ეპოქაში დაბადებული პატარა ბიჭი ქვეყნის სულიერ სიმბოლოდ და ადამიანად, რომლის სიყვარულის მასშტაბმა საზღვრები და სარწმუნოება გადალახა. ერთად გადავშალოთ დროის ფურცლები და გავყვეთ ისტორიას, რომელიც ერთდროულად ცრემლის მომგვრელიცაა და სიამაყით ახსავსებს. (2026) წლის მარტის დღეები სამუდამოდ ჩაიწერება ჩვენს მეხსიერებაში ცრემლითა და უდიდესი ტკივილით. როდესაც სიონის, მცხეთისა და სამების ზარებმა ერთდროულად დარეკეს და ქვეყანას ამცნეს, რომ 93 წლის ასაკში საპატრიარქო ტახტზე თითქმის 9 საუკუნოვანი ეპოქალური მოღვაწეობის შემდეგ მარადისობაში გადაინაცვლა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე. ადამიანმა, რომელიც ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე იქცა საქართველოს სულიერ სიმბოლოდ და მთელი ეპოქის შემქმნელად. წარმოიდგინეთ სურათი, რომელსაც სრულიად კინემატოგრაფიული მასშტაბი და ისტორიული სიმძიმე აქვს. სურათი, რომელიც ალბათ არც ერთ საუკუნეში, არც ერთი მეფისა თუ წინამძღოლის გაცილებისას არ უნახავს ამ ქვეყანას. თბილისის ქუჩებში 1,5 მილიონი ადამიანი გამოვიდა. მთელი საქართველო გულდაწყვეტილი გაერთიანდა ერთადერთი მიზნით, უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა თავისი პატრიარქი. სამების საკათედრო ტაძრისკენ მიმავალი გზა ხალხის უსაზღვრო მდუმარე ზღვას ჰგავდა. ამ ზღვაში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ახალგაზრდები და ბავშვები, რომლებსაც ხელში თეთრი ვარდები ეჭირათ. ესენი მისი ნათლულები იყვნენ. თაობა, რომელიც სწორედ მისი ლოცვა კურთხევითა და უპრეცედენტო ინიციატივით მოევლინა ქვეყანას. ეს არ იყო მხოლოდ გამოსამშვიდობებელი ცერემონია. ეს იყო ერის აღსარება და უდიდესი მადლიერების ამოძახილი იმ ადამიანის მიმართ, ვინც საბჭოთა ტერორისა და დამოუკიდებლობის მოპოვების ურთულეს 10 წლეულებში საკუთარი მხრებით ატარა საქართველოს ჯვარი. მაგრამ სანამ ამ ეპოქალურ გაცილებამდე მივალთ, გადავშალოთ დროის ფურცლები და ვნახოთ, საიდან დაიწყო ეს უდიდესი გზა, გზა, რომელმაც შეცვალა საქართველოს ბედი. ყველაფერი იწყება საქართველოს უძველეს კარიბჭესთან, მთიანეთში, ხევში. ღუდუშაურთა მძლავრი და ამაყი გვარი სათავეს შორეული წარსულიდან იღებს. ისტორიული გადმოცემის თანახმად, ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის ეპოქაშივე გამოიკვეთა ამ კუთხის სტრატეგიული მნიშვნელობა. დარიალის ხეობა, ეგრეთ წოდებული ალანთა კარი, ჩრდილოეთიდან მომდინარე მტრის პირველი დამაბრკოლებელი ზღუდე იყო. ლეგენდა გვამცნობს, რომ ვახტანგ გორგასალს ბრძოლაში გამორჩეული მეომრის სნოს ვაჟი მოუნათლავს. მისთვის ღუდუშა დაურქმევია და საფუძველი ჩაუყრია იმ საგვარეულოსთვის, რომელსაც სწორედ ეს ურთულესი მისია, ჩრდილოეთის საზღვრის დაცვა დაევალა. მოგვიანებით გვიან შუა საუკუნეებში მე-16 საუკუნის მიწურულს აშენებული სნოს ციხე სწორედ ამ თავდადების, მთიელთა უტეხი ხასიათისა და მუდმივი სიფხიზლის სიმბოლოა. მე-17 საუკუნეში ამ ხეობას განაგებდა სახელოვანი შიოლა ღუდუშაური, რომელიც არაგვის ერისთავების გვერდით იდგა და აქტიურად მონაწილეობდა იმდროინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორედ ამ მებრძოლი, სამშობლოზე შეყვარებული, კავკასიური კულტურისა და რაინდული კოდექსის მატარებელი წინაპრების სისხლი, გენეტიკა და მოთმინების უნარი მოჰყვებოდა მომავალ პატრიარქს. 1927 წელს
გიორგი შიოლაშვილ ღუდუშაურმა და ნატალია კობაიძემ ვლადიკავკაზში, მაშინდელ ძაუგში გადაინაცვლეს. იმ პერიოდში იქ საკმაოდ დიდი და ძლიერი ქართული თემი ცხოვრობდა, რომელსაც თავისი სულიერი ცენტრი გააჩნდა. სწორედ იქ 1933 წლის 4 იანვარს, ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც მებრძოლ ათეისტთა კავშირი მძვინვარებდა, ეკლესიებს მასობრივად ანგრევდნენ და სასულიერო პირებს ხვრეტდნენ. დაიბადა ბიჭი. 3 დღის შვილი ძაუგის ქართულ ეკლესიაში არქიმანდრიტმა ტარასი კანდელაკმა მონათლა და ერეკლე მეორის პატივსაცემად ირაკლი დაარქვა. ბავშვობა ირაკლი შიოლაშვილისა ისეთ გარემოებაში წარიმართა, სადაც რწმენის შენარჩუნება და მისი ღიად გამოხატვა პირდაპირ გმირობის ტოლფასი იყო. თუმცა გიორგი შიოლაშვილის ოჯახი ერთგვარ შინაურ ეკლესიად იქცა, სადაც ტრადიციები ურყევი რჩებოდა. ყოველ საღამოს ძილის წინ მამა შვილებს ხატებთან აყენებდა. პატარა ირაკლიმ ზეპირად იცოდა 90 ფსალმუნი, რომელი დამკვიდრებულ არს საფარველსა უზენაესისა, რომელიც იმ პარანოიდულ ეპოქაში ფიზიკური და სულიერი გადარჩენის მთავარ ლოცვად ითვლებოდა. ლოცვის ბოლოს მამა ნაკურთ წყალს აპყურებდა ბავშვებს, თავად კი მუხლს იმდენჯერ იყრიდა, რამდენი წმინდანიც იყო გამოსახული ყოველთა წმინდათა ქართველთა ხატზე, 100-ზე მეტჯერ. ეს არ იყო უბრალოდ რიტუალი, ეს იყო სულიერი წრთობა, ნებისყოფის გამომუშავება და მზადება ურთულესი მისიისთვის. ამ წლებში მოხდა ერთი საკრალური, ისტორიული შეხვედრაც. მცხეთაში სამთავროს მონასტერში ნატალიამ, მონაზონმა ზოილემ პატარა ირაკლი წაიყვანა. იქ იმყოფებოდა იმდროინდელი კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. უდიდესი ტრაგიკული ფიგურა, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, კომპრომისებისა და ურთულესი დიპლომატიის გზით ფიზიკური განადგურებისგან იცავდა ეკლესიას. ეროვნულმა სულიერმა ლიდერმა ჯერ კიდევ 3 წლის ბიჭს დაადო ხელი და ლოცვა კურთხევა მისცა. თითქოს ამ შეხებით ერთმა ტანჯულმა პატრიარქმა, რომელმაც ეკლესიის ყველაზე ბნელი წლები გამოიარა, მეორეს მომავალ წინამძღოლს გადაუოცა საქართველოს ეკლესიის მძიმე ტვირთი. მართალია მოგვიანებით 1943 წელს მეორე მსოფლიო ომის ურთულესი გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე საქართველოს ეკლესიამ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია და რუსეთის ეკლესია მისი ავტოკეფალია ცნო, მაგრამ მსოფლიო მართლმადიდებლური სამყაროსგან სრული საყოველთაო აღიარების მოპოვებამდე ჯერ კიდევ დიდი და ეკლიანი გზა იყო გასავლელი, რომელიც სწორედ ამ პატარა ბიჭს უნდა გაეკვალა. მალე პრემიერა კარტუზე. ისტორია, რომელიც გგონია რომ იცი, მაგრამ არასდროს გინახავს ასე. მეფე, რომელსაც პატარა კახს ეძახდა, მაგრამ მხრებით უდიდეს ტვირთს ატარებდა. 6 სერია, 6 ნაბიჯი ფსკრულისა და უკვდავების პირას, ბრძოლა გადარჩენისთვის, დიპლომატიური ხაფანგები და ღალატი საკუთარ კარზე. როგორი იყო სინამდვილეში ერეკლე მეორე. ნახეთ, პირველად საქართველოში ხელოვნური ინტელექტით გაცოცხლებული ეპოქა ხატრულ დოკუმენტურ სერიალში მეფე ერეკლე. გამოიწერე კარდუსი თუბარხი და დაელოდე. 1942 წელს ირაკლიმ ვლადიკავკაზის 22 საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა ჯერ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი აკადემიაში განაგრძო. იგი იყო გამორჩეული, უნიჭიერესი სტუდენტი, რომელიც საღვთისმეტყველო დისციპლინებთან ერთად უდიდესი ინტერესით სწავლობდა ხელოვნებას, ფერწერასა და მუსიკას, რამაც მოგვიანებით მის საგალობლებსა და ხატწერაში ჰპოვა ასახვა. 1957 წლის 16 აპრილს 24 წლის ასაკში, როცა ირგვლივ ყველა ახალგაზრდა წარმატებულ საბჭოთა კარიერაზე, კომფორტსა და პარტიულ წინსვლაზე ოცნებობდა, მან ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო. კათოლიკოს პატრიარქ მელქისედეკ მესამის ლოცვა კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში მეუფე ზინობის მიერ იგი ბერად აღიკვეცა და წმინდა ელია თეზბიტელის პატივსაცემად ეწოდა სახელი ილია. აკადემიის წარჩინებით დასრულების შემდეგ, სადაც მან დაიცვა
დისერტაცია ათონის ივერთა მონასტრის ისტორიაზე მას სთავაზობდნენ დარჩენილიყო მოსკოვში, საპროფესორო სტიპენდიანტად. წინ ბრწყინვალემ 7 აკადემიური კარიერა ელოდა, მაგრამ იმჟამინდელი პატრიარქის ეფრემ მეორის ძახილი სხვაგვარი იყო. სამშობლოს, რომლის ეკლესიაც კვლავ სასტიკი წნეხის ქვეშ იყო, სწორედ ასეთი განათლებული, ენერგიული ახალგაზრდები სჭირდებოდა. მანაც უყოყმანოდ თქვა უარი პირად დიდებაზე და საქართველოში დაბრუნდა. 1960-იანი წლების დასაწყისი საბჭოთა კავშირში ნიკიტა ხრუშოვის მმართველობისას ეკლესიის წინააღმდეგ ახალი სასტიკი ტალღის აგორების ხანაა. გაცხადებული იყო მიზანი, რომ საბჭოთა კავშირში ბოლო მღვდელი უნდა ეჩვენებინათ ტელევიზორით. მასობრივად იხურებოდა და ინგრეოდა ის მცირე რაოდენობის ტაძრებიც კი, რომლებიც ომის შემდგომ გაიხსნა. სწორედ ამ ურთულეს პერიოდში 1963 წელს პატრიარქმა ეფრემ მეორემ ილია ბათუმ შემოქმედელ ეპისკოპოსად აკურთხა. საოცარი სიფრთხილითა და დიპლომატიური ოსტატობით, საბჭოთა ჩინოვნიკების წინააღმდეგობის მიუხედავად, მან შეძლო დაუჯერებელი რამ. მცხეთაში ეგრეთ წოდებული საღვთისმეტყველო კურსების გახსნა მოახერხა. ოფიციალურად ეს მხოლოდ კურსები იყო, მაგრამ სინამდვილეში 40 წლიანი პაუზის შემდეგ ეკლესიამ მიიღო სასულიერო სასწავლებელი, შემდგომში სემინარია, რომლის პირველი რექტორიც თავად გახდა და რომელმაც ეკლესია განათლებული კადრების შიმშილისგან იხსნა. მოგვიანებით მან 11 წელი გაატარა სოხუმში, ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის რანგში. ეს წლები უმნიშვნელოვანესი იყო მისი მოღვაწეობისთვის. მან არა მხოლოდ ტაძრების განახლება და ლიტურგიული ცხოვრების გამოცოცხლება შეძლო, ქადაგებდა როგორც ქართულ, ისე რუსულ ენებზე, არამედ უდიდესი როლი ითამაშა ქართველებსა და აფხაზებს შორის სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის გაღვივებაში. იგი აფხაზეთში იქცა ჭეშმარიტი სულიერი ძმობისა და ეროვნული ერთობის ცოცხალ სიმბოლოდ, რომლის ავტორიტეტსაც ყველა უსიტყვოდ ცნობდა. 1977 წლის 25 დეკემბერი. მცხეთა, სვეტიცხოვლის დიდებული, მაგრამ იმ დროისთვის სუსხიანი ტაძარი. პატრიარქ დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეკლესიამ ახალ წინამძღოლად 44 წლის მიტროპოლიტი ილია აირჩია. იმ პერიოდში ტაძრები თითქმის ცარიელი იყო. მრევლი ძირითადად ხანდაზმული ადამიანებისგან შედგებოდა, ხოლო სასულიერო პირთა რაოდენობა კრიტიკულ მინიმუმამდე იყო დასული. მთელ საქართველოში 50-მდე მოქმედი ეკლესიაღა იყო დარჩენილი. მაგრამ მისი აღსაყდრების დღეს მოხდა რაღაც მოულოდნელი. სვეტიცხოვლის ეზო გადაიჭედა ახალგაზრდებითა და ქართული ინტელიგენციით. მათ შორის იდგნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ერმა ინსტინქტურად იგრძნო, რომ ათეისტური სიბნელე სრულდებოდა და სულიერი გაზაფხული იწყებოდა. მისი პატრიარქობის 10 წლეულები იქცა ერის ფერფლიდან აღდგენის, დაცემისა და კვლავ წამოდგომის ხანად. 9 აპრილის ტრაგედია 1989 წელს, როდესაც რუსული ტანკები და სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე ხალხის დასარბევად ემზადებოდა, ილია მეორე ხალხში გავიდა. მან იგრძნო სისხლის ზღვრის საშიშროება და სთხოვა მომიტინგეებს გადაენაცვლათ ქაშუეთის ტაძრის ეზოში, თუმცა ხალხმა არ დაიხია უკან. ის ღამე და შემდგომი პერიოდი, როდესაც პატრიარქი დაღუპულებს გლოვობდა და ერს ამშვიდებდა, მისი მწყემსმთავრული თავდადების უდიდესი გამოვლინება იყო. ავტოკეფალიის მსოფლიო აღიარება 1990 წლის 4 მარტს, მისი დაუღალავი 10 წლეულების განმავლობაში წარმოებული უდიდესი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად მსოფლიო საპატრიარქომ პატრიარქ დიმიტრიოსის მეთაურობით დააგვირგვინა 1917 წელს დაწყებული საქმე. ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და პატრიარქის ტიტული სპეციალური ტომოსით, მტკიცების სიგელით ოფიციალურად სცნო. თუკი 1967 წელს საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, მისი მოღვაწეობისას ტაძრების, მონასტრებისა და ეპარქიების რიცხვმა 1000 გადააჭარბა. აღდგა სამონასტრო ცხოვრება. მის სახელთან არის დაკავშირებული წმინდა სამების გრანდიოზული საკათედრო ტაძრის მშენებლობა.
ეს ტაძარი შენდებოდა 90-იანი წლების ყველაზე ბნელ, ცივ და მშიერ პერიოდში. ის აშენდა ხალხის მიერ გაღებული წვლილით და ერის სინანულით. ღმერთთან მობრუნებისა და მომავლის იმედის მუდმივ ძეგლად იქცა. ერის სულიერი აღორძინების პარალელურად ფიზიკური გადარჩენა მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი გვირგვინია. 1990-იანი წლების სამოქალაქო ომების, ტერიტორიული კონფლიქტების, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისისა და მასობრივი მიგრაციის ფონზე 2007 წლის ბოლოს საქართველოს უმძიმესი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე იდგა. შობადობა კატასტროფულად ეცემოდა და ერს ფიზიკური დაბერება და გაქრობა ემუქრებოდა. სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში კათოლიკოს პატრიარქი გამოვიდა სრულიად უპრეცედენტო ინიციატივით. მან საჯაროდ განაცხადა, რომ პირადად გახდებოდა ჯვარდაწერილი ოჯახების ყოველი მესამე და შემდგომი შვილის ნათლია. ამ განცხადებამ, რომელიც სულიერ აქტთან ერთად უდიდეს ფსიქოლოგიურ ბიძგს ატარებდა, ნამდვილი სასწაული მოახდინა. 2008 წლის 19 იანვარს ნათლისღებას სამებაში პირველი საყოველთაო ნათლობა გაიმართა. შობადობამ საქართველოში მკვეთრად იმატა. წლების განმავლობაში ილია მეორემ ათეულობით ათასი ბავშვი მონათლა, რამაც 2026 წლისთვის 50,000 გადააჭარბა. მან ფაქტობრივად ფიზიკური გადაშენებისგან იხსნა ერი და დაუბრუნა მას მომავლის რწმენა. აი რატომ ეჭირათ იმ ახალგაზრდებს თეთრი ვარდები მის უკანასკნელ გზაზე. ისინი სიცოცხლეს სწორედ მას უმადლოდნენ. ილია მეორის სიდიადე მხოლოდ ეროვნულ საქმეებში არ ვლინდებოდა. იგი წარმოადგენდა ჭეშმარიტი კავკასიური ტოლერანტობისა და ქრისტიანული მიმტევებლობის უნიკალურ სინთეზს. ამის დასტურად ერთი კინემატოგრაფიული სიზუსტისა და ემოციის მქონე ისტორია არსებობს. გასული საუკუნის 20-იან წლებში რუსეთის სამოქალაქო ომის შემდგომ პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში მძიმე ქაოტური ვითარება იყო. პატრიარქის მამა და პაპა ინგუშეთში მეწარმეობით იყვნენ დაკავებულნი. ერთხელაც ისინი შეიარაღებულმა ყაჩაღებმა გაიტაცეს. მათ საშველად ინგუში მეზობლები შედიჟევების მრავალრიცხოვანი ოჯახი მივიდა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიხსნეს მომავალი პატრიარქის წინაპრები. გავიდა თითქმის საუკუნე. 2013 წელს მექადან მომავალი ინგუში მუსლიმი ახალგაზრდა ამინ შადიჟევი თბილისში საპატრიარქოს რეზიდენციასთან მივიდა და დაცვას უბრალო წერილი დაუტოვა თავისი ვინაობისა და წარმომავლობის შესახებ. ერთი კვირის შემდეგ ამინს ტელეფონზე უცხო ხმა ესმის. თავად პატრიარქი ურეკავდა. როდესაც ამინ შადიჟევი საპატრიარქოში მივიდა, ილია მეორე მის გულში ჩაიკრა. თვალებზე ცრემლი მოადგა და უთხრა: მე ბავშვობიდან ვთხოვდი ღმერთს, რომ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი მენახა და დღეს უფალმა ჩემი ლოცვა შეისმინა. შემდეგ კი წარმოთქვა სიტყვები, რომლებმაც წამიერად გააცოცხლა საუკუნოვანი კავკასიური ისტორია. მინდა მე და შენ საერთო სისხლი გქონდეს. მინდა ჩემი შვილი იყო. ამ სიტყვებით უწმინდესმა ფაქტობრივად კავკასიის უძველეს და ყველაზე საკრალურ ტრადიციას, ძმადნაფიცობას, იგივე სისხლით ნათესაობას მიმართა. ისტორიულად კავკასიელ მთიელებში, ქართველებში, ინგუშებში, ჩეჩნებსა თუ სხვა ხალხებში ეს რიტუალი უდიდესი მორალური და იურიდიული ძალის მატარებელი იყო. ტრადიციის თანახმად, როდესაც ორი სხვადასხვა გვარის ან ეროვნების ადამიანი მტკიცე, დაურღვეველი კავშირის შეკვრას გადაწყვეტდა, ისინი ასრულებდნენ სისხლის შერევის უძველეს წესს. ვერცხლის თასში ან ყანწში ასხამდნენ სასმელს. ხანჯლის წვერით იჭრიდნენ მაჯას ან საჩვენებელ თითს და თითო წვეთ სისხლს სასმის შეაწვეთებდნენ. ხშირად სასმელში აგდებდნენ ვერცხლის მონეტას ან ტყვიას, რაც სიმბოლურად ნიშნავდა ამიერიდან ჩვენი სისხლი ერთია და ვინც ამ ფიცს უღალატებს, ტყვიამ შეიწიროს მისი სიცოცხლე. ამის შემდეგ ისინი თასს რიგრიგობით შესვამდნენ ან გაჭრილ მაჯებს პირდაპირ ერთმანეთს დაადებდნენ, რათა სისხლი ერთმანეთის ძარღვებში გადასულიყო. ამ წამიდან ისინი ღვიძლ ძმებზე მეტნი ხდებოდნენ. მათი ოჯახები ერთიანდებოდა და ერთმანეთის ღირსების დაცვა სიცოცხლის ფასად ევალებოდათ. პატრიარქმა ინგუში მუსლიმი ახალგაზრდა სიყვარულის ძალითა და ლოცვა-კურთხევით მიიღო საკუთარ სისხლად და ხორცად.
მან საკუთარი სულიერი შვილობით დააბრუნა ის ვალი, რაც თითქმის საუკუნის წინ მისმა წინაპრებმა ინგუშეთში ფიზიკური გადარჩენისთვის დაუდეს. და როდესაც 2026 წლის მარტში ეს ეპოქა დასრულდა, ინგუშეთში მცხოვრებმა ამინ შადიჟევმა სოციალურ ქსელში დაწერა: მე დღეს მამა მომიკვდა. ეს იყო სიყვარულის მასშტაბის სარწმუნოების, ეროვნებისა და საზღვრების მიღმა. ძველი ძალა ჩვენს ერთობაშია. ეს იყო ილია მეორის მთავარი მრწამსი და ანდერძი. მან ერს დაუტოვა არა მხოლოდ აღდგენილი და აშენებული ტაძრები, არამედ დაბრუნებული ეროვნული ღირსება, მოპოვებული მსოფლიო აღიარება, 10,000-ობით ახალი სიცოცხლე და სიყვარულისა და მიმტევებლობის ის უდიდესი მაგალითი, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს და მომავალი თაობებისთვის გზამკვლევი იქნება. ამ ეპოქალური გაცილების დღეებში იყო კიდევ ერთი უკიდურესად ემოციური ეპიზოდი, როდესაც თითქოს მთელი სამეფის ტაძარი გაჩუმდა და დრო მართლაც შეჩერდა. ტაძარში დასვენებულ პატრიარქთან, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტად იწოდებოდა, საგანგებოდ ჩამოტანილი სოხუმის მიწა მიიტანეს და გულზე დაადეს. უწმინდესისთვის, რომელმაც 11 ურთულესი და ნაყოფიერი წელი გაატარა აფხაზეთში და რომლისთვისაც დაკარგული ტერიტორია მუდამ ღია ჭრილობად და უდიდეს პერსონალურ ტკივილად რჩებოდა, საკუთარ ეპარქიაში ფიზიკური დაბრუნება აუსრულებელ ოცნებად იქცა. თუმცა პოლიტიკურმა საზღვრებმა, მალთულ ხლართებმა და სიკვდილმაც კი ვერ გაწყვიტა ის სულიერი ძაფი, რომელიც მას ამ კუთხესთან აკავშირებდა. ენგურს მიღმა დარჩენილმა ადამიანებმა, რომელთაც კარგად ახსოვდათ მისი უპირობო სიყვარული, მოახერხეს და მშობლიური მიწა გამოატანეს. ეს მცირე მუჭა სოხუმის მიწა არ იყო მხოლოდ გლოვის ნიშანი, ეს იყო უდიდესი სულიერი აქტი და პასუხი მის ნახევარსაუკუნოვან ქადაგებაზე მიმტევებლობის შესახებ. ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ მიწიერ ცხოვრებაში დაშორებული ძმები მარადისობაში კვლავ ერთიანდებიან და რომ პატრიარქმა, თუნდაც გარდაცვალების შემდეგ, სიმბოლურად მაინც მიიღო თავისი საყვარელი აფხაზეთი. დაგვიწერეთ თქვენი აზრი უწმინდეს ილია მეორის შესახებ. გამოიწერეთ კარდუს გვერდი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.